საღამოშვიდობის ეთერშია გადაცემა აქცენტები, მე ეკა კვესიტაძე ვარ. რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გასულმა გადაცემამ დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია, რადგან იქ სუბკულტურის წარმომადგენელი მოზარდები სატანისტებად იყვნენ მოხსენიებული. მოახდინა თუ არა ამ გადაცემამ ძალადობის პროვოცირება იმ ახალგაზრდების მიმართ, რომლებიც განსხვავებულად იცვამენ განსხვავებულ მუსიკას უსმენენ და ასე შემდეგ. ეს იქნება დღეს ჩვენი საუბრის მთავარი თემა. ასევე ჩვენ ვისაუბრებთ საქართველოში არსებულ სუბკულტურებზე, რატომ ერთიანდებიან მათში მოზარდები და როგორი უნდა იყოს მათ მიმართ საზოგადოების და ოჯახის დამოკიდებულება. ამ თემაზე დღეს ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან სტუდიაში ფსიქოლოგი მაია ცირამოა, პროდიუსერი მიშა მშულდაძე, პირდაპირ ეთერში ასევე ჩაგვერთვებიან მწერალი ანინა ტეფნაძე და მედია ექსპერტი თამარ ხორბალაძე. მოგესალმებით სტუდიაში, ქალბატონ მაია, მიშა, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ დღეს ჩვენთან ერთად. მიშა, მოდი თავიდან დავიწყოთ იმაზე საუბრი, თუ რა არის სუბკულტურა, როდის გაჩნდა, რატომ გაჩნდა, რა იყო ამ სუბკულტურების გაჩენის მიზეზი და მიზანი და დღეს საქართველოში რომელია ესეთი დომინანტური სუბკულტურა. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ რაღაც მაყურებელმა გაიგოს, რომ ეს სუბკულტურა არ ნიშნავს იყო სატანისტი. ბუნებრივია, ნებისმიერი სუბკულტურა როდის გაჩნდა, ძნელი საქმეა ალბათ. სუბკულტურები არის მუდმივად ასახდებოდა და ერთგვარი ისტორიული პროცესი არის კულტურული ცხოვრება ვითარდება სწორედ ამ ალგორითმით, რომ ჩნდება სხვადასხვა სუბკულტურები სხვადასხვა ადგილას და შემდეგ ხშირად ეს სუბკულტურები ხდებიან მეინსტრიმული კულტურები და სულ ეს მიმდინარეობს და იცვლება და ამიტომაც არის კულტურა მუდმივად ახალი და ახალი. ამ თვალსაზრისით ესე შეიძლება სხვათაშორის მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იყო რაღაცა ბუმი, როცა 60-იან წლებში თქვა ტიპური კულტურა, სუბკულტურა იყო ძალიან პოპულარული. მაგრამ ძალიან ბევრი სუბკულტურაა, მაგალითად იტალიური ოპერაც ხომ სუბკულტურა იყო თავის დროზე, ხო, ჩვენი ხალხური ფოლკლორი ერთგვარი სუბკულტურადაც შეგვიძლია განვიხილოთ, ხო, იმიტომ რომ ის თავის გარკვეული რიტუალიზაცია მოხდა უკვე ამ ფორმების და შესაბამისად ის მოდის ცდილობს ყველა სუბკულტურა ცდილობს მოკლედ გახდეს კულტურული მეინსტრიმი და სწორედ ამ მემარჯვენულ პრინციპზე, კაპიტალისტურ პრინციპზე არის აგებული კულტურის განვითარების განახლება მუდმივად ასახდება და ეს არის ცოცხალი პროცესი, ხო, ეს არის სუბკულტურები არ არიან მხოლოდ ჩაკეტილი თავის თავში, იმიტომ რომ ესენ მუდმივად ცდილობენ რომ გაიხსნა და დაუშვათ ხიპები იგივე და ძალიან ბევრი და სუბკულტურები არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ნეგატიურს, უარყოფითს და საერთოდ სატანიზმთან მათი კავშირი უბრალოდ ეს არის რაღაც ძალიან მითოლოგიის თემა. მაია ხო და ამატებდით რამე შემდეგ იმაზეც ვისაუბროთ, რომ რატომ წევრიანდებიან მასში, ძირითადად მოზარდები არასრულწლოვანები, მასში როდესაც რაღაცნაირი ჯანყი იღვიძებს მათში პროტესტი, რაც არის აბსოლუტურად ბუნებრივი მოზარდისთვის და ეს რაღაცა ყველა ჩვენგანმა გავიარეთ, ხო, რაღაცა დოზით, როდესაც ვიყავით 14-15-16 წლის. ჩემთვის ყველაზე საყვარელი ასაკი არის მოზარდობის ასაკი, იმიტომ რომ მგონია რომ ეს არის ყველაზე ესე ვთქვათ გარდამტეხი პერიოდი ადამიანის ცხოვრებაში. დგახარ რაღაც საოცარი ეგზისტენციალური პრობლემის წინაშე უნდა უპასუხო კითხვას ვინა ვარ მე. და როცა იწყება ინტენსიური ფიქრი, როცა იდენტობას ეძებს, საკუთარ თავს ეძებს და ამ ასაკში ბუნებრივად მოდის ის, რომ დაუშვათ მასწავლებელი დადის უკვე ტუალეტში, აღარ არის შენთვის ავტორიტეტი. მშობელიც აღარ არის ესეთი ავტორიტეტი და შენთვის უფრო მნიშვნელოვანი სხვები არიან შენი თანატოლები. აი ამ თანატოლებთან, მათში თვითდამკვიდრება, მათთან ურთიერთობა, მათგან აღიარება არის მოზარდისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი. თავისთავად ხადე ძალიან ბუნებრივია და ძალიან ნორმალურია, როდესაც მოზარდი ამ ასაკში ეძებს თავის ადგილს რაღაც არაფორმალურ ჯგუფებში, სუბკულტურებში, ხო? ეძებს, იკვლევს, მოსინჯავს და ასე შემდეგ. და გარდა ამისა, რომ ესე იგი ასე ვთქვათ, ემიჯნება, სეპარაცია ხდება ოჯახისგან, ძალიან დიდი პროტესტი მოდის. ჯანყი იწყება, სერიოზული ჯანყი იწყება. ყველაფერს, რაც აქამდე ჩაიდო მასში, აღზრდის შედეგად, კითხვის ნიშანი ესმება და ძალიან ხშირად ამბობენ მშობლები, რომ მე ვეღარ ვცნობ ჩემ შვილს, თითქოს შეცვალეს ეს ბავშვი. იმიტომ რომ დინების საწინააღმდეგო მიმართულებით სიარული, ოპონირება, პროტესტი, ეს არის ძალიან ბუნებრივი მოვლენა და მე ძალიან მიყვარს ანა ფროიდის ფრაზა, რომელიც ამბობს, რომ იყო ნორმალური ამ ასაკში, ეს უკვე არანორმალურია. თუმცა რა თქმა უნდა, იცით რა არის, მე ხშირად მithქვამს და ეხლაც მინდა გავიმეორო, რომ მოზარდობის ასაკი ერთგვარად გავს ბეწვის ხიდზე გავლას. ყველა მოზარდი ბეწვის ხიდზე გადის. ყველა ძალიან სერიოზული რისკ ფაქტორია
მოზარდობის ასაკი თავისთავად და ყველაზე მეტი დანაშაულიც სამყაროში მოზარდების წილზე მოდის. ყველაზე კრიმინალურ სეგმენტს საზოგადოებისთვის მოზარდები წარმოადგენს. აი ჩვენ ამ ძალადობაზე ზოგადად ვილაპარაკებთ. სწორედ იმიტომ, რომ აი ასეთი წინააღმდეგობრივია მათი ბუნება. არც ბავშვია, არც დიდია, ეს ძალიან სერიოზული კრიზისია ადამიანისთვის. შესაბამისად, აქედან გამომდინარე ის ეძებს ადგილს, სადაც მას აღიარებენ, სადაც მას უსმენ. ჩვენ ხშირად არ უსმენ ჩვენ შვილებს, არ უსმენ ჩვენს მოსწავლეებს და საერთოდ არ გვიყვარს ბავშვების მოსმენა, ეს უნდა ვაღიაროთ. გარდა ამისა, გაზიარებულია მისი ემოციები, მისი აზრები, მისი შეხედულებები, მეგობარი ყავს გვერდზე, აი რა წრეში მოახერხებს ამას, ხო? აი სადაც ახერხებს, აი იმ წრის წევრი ხდება. შეიძლება ეს იყოს ფეხბურთელთა გუნდი, შეიძლება ეს იყოს როკ ჯგუფი და შეიძლება ეს იყოს რაღაცა, ესე ვთქვათ, არ მინდა კომპიუტერული თამაშები, რაღაც ესეთი, ხო? სად იპოვის ამ ადგილს მოზარდი? ეს უკვე დამოკიდებულია იმაზეც, რა ინვესტიციებია მასში ჩადებული. აი მოზარდი, რომელიც ერთს ვიტყვი, მოზარდი, რომელიც გაიზარდა ძლიერი ჩაგვრის, ავტორიტარიზმის გარემოში, აი მისი, ასე ვთქვათ, მოზარდული ჯანყი, ეს აჯანყება აღარ არის ავთენტური და ამიტომ ის ეძებს რაღაცა სხვა გზებს, ის ეძებს მითებს, ის ეძებს რაღაც ავტორიტეტებს და ასე ვთქვათ, მიეჯაჭვება ხოლმე მათ. აი სწორედ ასეთი ბავშვები არიან ხოლმე გარკვეული საშიშრობის წინაშე რომ არ აღმოჩნდნენ კრიმინალურ ჯგუფებში და ასე შემდეგ. ამიტომ ძალიან სერიოზული საკითხი, ხა მე არ მინდა თემას გადაუხვიოთ. არა, ჩვენ ამ ძალადობის რა იწევს ძალადობას ამაზე ვისაუბრებთ. უბრალოდ რადგან სუბკულტურაზე, ჯერ სუბკულტურის თემა ამოვწუროთ. და მინდა ერთი კიდევ რაღაც ვთქვა, რომ აი ამ გადაცემასაც ეხმიანება, რომ გოთების მოძრაობა დაიწყო მასობრივად მას შემდეგ, არ ვიცი, 80-იან წლები იყო, როდესაც გავიდა ტელეეკრანებზე, ნუ კინო, ასე ვთქვათ, გამოხდა ფილმი შიმშილი. მე მგონი ეს ამ სახელწოდებით გავიდა, ანუ ეს გახდა, ასე ვთქვათ, ერთგვარი მაპროვოცირებელი იმისა, რომ დაწყებულიყო ეს გოთების მოძრაობა. თუმცა ახლა ჩვენ ვერ ვიტყვით, რომ კარგი იყო, ცუდი იყო, რაღაც ამდაგვარ ჯგუფებში ნორმალურია, აი მაგალითად ძალიან ყველა ადამიანი გადის რაღაცა პანკის გზას, გადის რაღაცა მძიმე როკის გზას და მე მაგალითად ის უფრო გამოვიცემ. შეიძლება არც გაიაროს ეს აუცილებელი სულაც არ არის, მაგრამ სახადივით არის. ანუ ამ გზას გადის ადამიანი და უფრო მაუცებს ხოლმე მოზარდი, რომელიც კლასიკურ მუსიკას მშვენიერია, მაგრამ რაღაცა უფრო ადეკვატურია და უფრო ნორმალურია და უფრო შეესაბამება მოზარდის ბუნებას, როდესაც ის თუნდაც მძიმე როკს უსმენს და რატო უნდა გავაჩინოთ ეს კრიმინალი? არაფერი არის არანორმალური. ადამიანი თავისი ტემპერამენტის მიხედვით, თავის ხასიათის მიხედვით ირჩევს მე თავისი რეალიზების სფეროს, საითაც გული მიუწევს, განსაკუთრებით ამ ასაკში, მოზარდულ ასაკში, აქ ხომ არ არის საუბარი რაღაც რაციონალურ განშილზე, ეს არის გულწრფელი ემოციებით ნაკარნახევი საკუთარი თვითიდენტიფიცირების პროცესი და აქ ამიტომ მე უბრალოდ წინააღმდეგი ვარ ყოველგვარი მორალისტური განსჯის ამის მიმართ ნებისმიერი საზოგადოებრივი დაჯგუფების მიერ ნებისმიერი საზოგადოებრივი დაჯგუფების მაგრამ აი საერთოდ ეს სუბკულტურის ხა მეც ვკითხულობდი რა სუბკულტურაზე ბუნებრივია რაღაცები უკვე ვიცოდი მაგრამ აი მაგალითად იგივე კატების გატყავება თუ მტრედებისთვის ეს ხომ არ შეხვედრია არც ერთი სუბკულტურის ასე ვთქვათ წესებში ეს არ არის ხა მე ჩემ ბავშვობაში მახსოვს რომ ყავდა ერთი სკოლელი რომელიც კატას აწამებდა ხოლმე და ჭაში აგდებდა ნუ რაღაცა ყოველდღიური შოკირებულები ვიყავით მაგრამ ის არანაირი არც სატანისტი ყოფილა დაარღვევა, რომელიც სპეციალისტის ჩარევა საჭიროებს აუცილებლად და არა შუაში არ არის აქ სუბკულტურა როდესაც პრობლემა. აქ ტომ სოიერი არის, ხო? იგივე კატასთან აქვს მას ინციდენტი დასაწყისში. ანუ ეს არის ესეთი ბუნებრივია ძალიან ცუდია. ბავშვები მაგალითად დღეს ვიხსენებთ რომ ბაყაყებს მეც მახსოვს ჩემი ესეთი ძალიან პატარაობიდან რომ რაღაცა ბაყაყებს აწამენ რაღაცა ის ყდება ის ბაყაყი და მე ზოგი თქვა რაღაცა ჩიტების ბუდეს დასდას რაღაცა არის სასტიკი ბავშვებში რომელიც სასტიკია ხო ეს პასუხისგებლობის განცდის გარეშე გწევას მოყვება ეს ის სასტიკე ხო ის ვერ აცნობიერებს საკუთარ პასუხისგებლობას და იმას რომ სხვასაც ტკივა რა ცოცხალ არსებას ეს ძალიან ცუდია მაგრამ ეს არის არა ეს ჩვეულებრივი ფსიქოლოგიის სფეროა ჩემი აზრით ძალადობისკენ მიდრეკილებაა ჩვეულებრივი და ეს სამედიცინო თემაა უბრალოდ სამედიცინო თემაა და არა მორალისტური
აი ეს არის თავარი. და მაია რამინდა გკითხოთ, აი ჩვენ არ აგვაქვს სუბკულტურის გამოცდილება, ხო? ჩვენი, რა თქვა, მშობლების თაობას არათუ არ მონაწილეობა არ მიუღია, როგორც ევროპაში და ამერიკაში იყო ამ სუბკულტურებში, არამედ მათ ინფორმაციის დონეზეც არ იციან ასეთი ჯგუფების არსებობის შესახებ, ამიტომ მათთვის შოკია, როდესაც მისი 14 წლის, 13 წლის, 16 წლის შვილი რაღაცა თმებშავად იღებავს თვალებს, რაღაცა ძიმეროქს უსმენს, მისთვის გაუგებარია, ეჯახება მისთვის გაუგებარ სამყაროს. ვერ ხვდება და ფიქრობს, რომ ეს არის რაღაცა გამოუსწორებელი დაემართა მის შვილს. და ამ დროს რაღაცა ხდება პრობლემატური მათ შორის ურთიერთობა ოჯახში, ბავშვის რაც უფრო მეტად ვერ უგებენ, მით უფრო შორდება ეს თავის ოჯახს. აი, ესეთ შემთხვევაში როგორ უნდა მოიქცეს ოჯახი და რაღაცნაირად მშობლებსაც ჭირდებათ იმის ცოდნა, რომ ესეთ სიტუაციებს როგორ უნდა გაუმკლავდნენ, ხო? ეს გულწრფელად არიან შეშფოთებულები. ძალიან რთულია ხა ჩვენ თქვათ და უშუალოდ ვინ როგორ ყოველი შემთხვევა არის სრულად ინდივიდუალური, თუმცა რა თქმა უნდა ამ შემთხვევაში ყველაზე მეტად აი სწორედაც რომ მოზარდობის ასაკში სჭირდება ბავშვს თავისი მშობლის და ოჯახის მხარდაჭერა და საპირისპიროდ ხდება ხოლმე სამწუხაროდ ბავშვი ხდება მუდმივი კრიტიკის საგანი, ბავშვი ისჯება, ბავშვი არის გაძლიერებული კონტროლის ქვეშ, რაც აუცილებლად უკვე რეაქციას იწვევს. ამიტომ იცით რა არის, მე ამას ვეძახ ხოლმე, რომ აი რაღაც ამ მომენტში ჩვენ უნდა მიუერთდეთ ემოციურად, ბავშვს უნდა გვესმოდეს, რა ხდება ამ ბავშვში და უნდა დავეხმაროთ მას რაღაცნაირად რომ გადაიტანოს, ეს არის სახადი და არ შეიძლება დღეს შეიძლება ჩვენ ავტეხავთ რაღაც ისეთ ჯანყს ოჯახში იმასთან დაკავშირებით რომ ბავშვს უნდა გაიხრიტოს ცხვირი, არ მივცემთ ამის საშუალებას და ეს ხვალ კიდევ და კიდევ უფრო ძლიერი პროტესტის ფორმას, აი რაც უფრო უპირისპირდებით, მით უფრო ასე ვთქვათ, აი ამ ბეწვის ხიდზე გავატარებთ ხოლმე ამ ბავშვს. ამიტომ ჯობია თანამშრომლობა ბავშვთან. ეხლა ეს ძალიან ისეთი იოლის სათქმელია და ძალიან რთული გასაკეთებელია, იმიტომ რომ მართლაც შოკის მომგვრელია მშობლისთვის, როდესაც ხედავს, რომ ის ქალიშვილს უნდა მწვანეთ თმიშე. არ ესმის ეს. ამ დროს ეს ძალიან ბუნებრივი და რაღაცა იცით, ჩვენ ალბათ იმაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ზოგადად განათლება, მშობლების განათლება, მშობლების ცოდნა ამ სფეროში, რაღაცნაირად არ ვიცი ამაზე როგორ უნდა ვიფიქროთ, მაგრამ საკმაოდ აქტუალური თემაა. ძალიან ხშირად მშობელი შეცდომას უშვებს, სწორედ იმის გამო, რომ მან არ იცის, სწორედ იმის გამო, რომ ის ვერ ხვდება რა რეაქცია მისცეს და ძალიან ხშირად მithქვამს და ეხლაც უნდა გავიმეორო, რომ ხშირად აღმოჩნდება ხოლმე მშობელი მეორე ჯიუტი ბავშვის როლში და რაც უფრო, ასე ვთქვათ, რეზისტენტობა მაღალია, მით უფრო მეტად ღრმავდება კონფლიქტი და მით უფრო მეტია мотиваცია ბავშვისა, რომ სწორედაც აი ამ რაღაც სუბკულტურებში ისედაც ბუნებრივად არის ამის სურვილი და როდესაც ესეთი ასე ვთქვათ დამოკიდებულება აკრიტიკული კიდევ მეტად უბიძგებთ რომ წავიდეს ის ჩვენგან და გაგვემიჩნოს. ბავშვს როცა უნდა მწვანე თმები ჰქონდეს და ეს რომ კომიკურად ეჩვენება მას როგორ შეიძლება ესეთ მნიშვნელოვანი იყოს. აი ზუსტად ისეთივე კომიკურია რომ არავითარ შემთხვევაში მწვანე თმა არ უნდა ჰქონდეს აი ამ პოზიციის დაცვა სისხლის უკანასკნელ წვეთამდე. ალბათ აი ზუსტად ეს იგულისხმება თქვენ. ხო, მიერთებაში აი მინდა რაღაცნაირად გვესმოდეს ამ ბავშვის, არ შეიძლება და შიგნიდან ხედავდეთ და სხვა შორის მე მაქვს ხოლმე მშობლებთან მუშაობის დროს ძალიან ესეთი ძალიან ეფექტური საშუალება, ხშირად ვაყოლებ ხოლმე მათ ისტორიას პირველ პირში, თავისი შვილის და ძალიან ახლოს მოდის და მე რა თურმე როგორ ყოფილა და ეს ძალიან და ხშირად მოუწოდებდი მშობლებს რომ რაღაცნაირად ეს შინაგანი დიალოგი ჰქონდეთ ხოლმე საკუთარ თავთან, სწორედ საკუთარი შეძრნენ ხოლმე საკუთარი შვილების, ჩაიცვან ხოლმე საკუთარი შვილების ფეხსაცმელები იმისათვის რომ იგრძნონ რას გრძნობს ბავშვი, იმიტომ რომ ამ ასაკში ბავშვისთვის ყველაზე უფრო მნიშვნელოვანია რომ ის არ იყოს მარტო, რომ ის არ იყოს მოწყენილი, რომ ის არ იყოს იგნორირებული, გარიყული და ასე შემდეგ, იქნება ეს ოჯახი, იქნება ეს სკოლა თუ ასე შემდეგ, იმიტომ რომ მართლაც ბეწვის ხიდზე გავლა. დღეს ჩვენ სამწუხაროდ ვერ აუქცევთ გვერდს სწორედ იმ გადაცემაზე საუბრობს გულისხმობა 100 გრადუსი ცელსიუსი, რომელმაც მოახდინა სწორედ ამ გადაცემის ასე თქვა პროვოცირებად ინსპირატორი გახდა ჩვენი გადაცემისაც და რომელმაც დიდი უნებათაღელვა გამოიწვია
საკმაოდ საშიში შედეგები დადგა, იმიტომ რომ ვინც Facebook-ში ვართ ამ სოციალურ ქსელებში ან ინტერნეტში ჩართული, ვნახეთ რომ იქ ბავშვებმა, რომელთა სურათები აჩვენეს, რომლებიც იდენტიფიცირებადი იყვნენ ამ სურათებზე, დაუკითხავად გამოიყენეს, ისინი აღმოჩნდნენ სერიოზული საშიშროების წინაშე, დაიდო ბევრი ესეთი პოსტები, რომ არა ვარ სატანისტი, ცხოვრებაში რაც სურათი გადამიღია, თითქმის ყველა აჩვენეს და რაღაცებს მაბრალებენ, ამ გადაცემამ ლამის ჩვენი მკვლელობა შეუკვეთა, ამ გადაცემის მერე სახლიდან რომ გავიდე, ხომ შეიძლება ჩამქოლონ, ჩემი უამრავი მეგობრის სურათი აჩვენეს, მე შინია ჩემს მეგობრებს რამე არ შეემთხვეთ. აგრეთვე ამის საპირისპირო მუქარის წერილები დაიწერა Facebook-ზეც, დასახოცები არიან დაახლოებით ესეთი შინაარსის, იყო ძალიან ბევრი უცენზურო სიტყვა, ამიტომ მე რამდენიმე პოსტი ამოვკრიფე, სადაც უცენზურო სიტყვები არ იყო. მშობლები თუ არა შორეული ნათესავებიც მაინც არ აკავთ, რომ დაგალეწოთ ეგ კბილები თქვენ უჯიშოება, სადაც შევხვდებით, იქ გაგატყავებთ, თქვენი ჩავი ჩამაგდებინათ, ცოცხლად დაგმარხავდით. ანუ ამ შემთხვევაში ჩვენ საუბრობთ იმაზე, რამდენად საშიში შეიძლება იყოს მედიის ძალა, როდესაც სწორედ ამ ძალადობის პროვოცირებას უწყობდეს ხელს. ჩვენ ვისაუბრებთ ამ თემაზე მედია ექსპერტთან, თამარ ხორბალაძესთან, თუმცა მანამდე მინდა მოვისმინოთ ერთ-ერთი მშობლის თვარისა ქაჯაიას ინტერვიუ, რომლის შვილი აღმოჩნდა დაზარალებული ამ გადაცემის შემდეგ და რომელსაც ინციდენტი შეემთხვა. ნამდვილად სურათები არის გაყალბებული, მთელი სურათების ფირი მოვიტანეს, შეგიძლიათ თავად გადახედოთ. აქ არის მთელი ფირი, ანუ სულელობა და იქ თუ ვინმე აღმოაჩენს იქ რამე სხვას ან სხვა პიროვნებებს, ეს სასწაული იქნება. ყველაზე აღმაშფოთებელი ის არის, რომ მელაძეს როცა მივმართეთ, არც კი უცდია. ჩვენი თუნდაც დამშვიდება, არც კი მიგვიღო. მან თქვა, ეს არის გამოძიებული, დადასტურებული, მოგვაწოდეს სრული მასალა შეფუთული პროდუქტი და მე არ ვარ ვალდებული გადავამოწმო ეს ყველაფერი. ანუ ამ ლოგიკით მე შემიძლია მელაძეზე გავამზადო რაღაც კომპრომატები სურათების სახით და მივმართო რომელიმე ტელევიზიას. მე მგონი არც ერთ ლოგიკაში არ ძის ეს. და არ ვაპირებთ გაჩუმებას ელემენტარული სიცოცხლე აღარ შეგვიძლია. ყველა ვინც კი გაივლის ნაცნობი ახლობელი თითით საჩვენებლები გავხდით. საშინელია ასეთი იარლიკით ცხოვრება. იყო, როცა ჩვენსავე ქუჩაზე ქრისტეს სახელით დაწვას უპირებდნენ. ჩემს შვილს. კი. გადაცემის მეორე დღესვე. გადარჩა იმით, რომ ვიცნობ მე იმ ხალხს, იციან ჩემი რწმენის ამბავი, იციან ვინ ვარ და მხოლოდ და მხოლოდ ამან. ვესელიძის ქუჩაზე. საკმაოდ ცნობილი ამბავია, საკმაოდ შეესწრო ხალხი, თუ ვიმეს დასჭირდება, შეუძლია გამოიძიოს ეს, მაგრამ მე არ ვაპირებ არავითარ შემთხვევაში. მე ვთვლი, რომ ზუსტად ის ხალხიც ჩვენსავით ამ გადაცემის მსხვერპლნი არიან, რადგან შესაძლოა მეც მათ ადგილას რომ მომესმინა ეს რეპორტაჟი და მეყურებინა, რომ ჩემ მეზობლად ვიღაცა ცხოვრობს, რომელიც არის სატანისტი, რომელმაც შეიძლება ჩემი შვილი ჩაითრიოს, გზას ააცდინოს, შესაძლოა მეც დავსხმოდი თავს. ამიტომ მე სრულიად სოლიდარობას უწევ იმ ხალხს. ლაპარაკი აქ ზედმეტია ჩივილზეც კი. საერთოდ მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულს ვთვლით თავს და მარტო ჩემ თავს კი არა, მთელ ჩვენს ოჯახს. მხოლოდ და მხოლოდ გადაცემის მხრიდან. ამის შემდეგ სხვამაც რო სცემოს, თავიც გაუტეხოს ჩემი ოჯახის რომელიმე წევს, მე მიმაჩნია, რომ ეს იყო მოწოდება ზუსტად გადაცემისგან. ჩვენ ბრუნდებით პირდაპირ ეთერში და ხა ჩაგურთება თამარ ხორბალაძე, მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენელი. თამარ, მოგესალმები, დიდი მადლობა რომ ხარ ჩვენთან ერთად. თქვენმა ორგანიზაციამ დაწერა დიდი წერილი, სადაც მოუწოდა დაზარალებულებს, რომ საჩივარი დაწერონ ტელეკომპანიის წინააღმდეგ და თქვენ მედიის ეთიკის კუთხით სად ხედავთ მთავარ პრობლემას ამ გადაცემაში? მე თავიდან თქვა რომ ჩემთვის ეს გადაცემა ნამდვილად საინტერესოა ზუსტად მედია ეთიკის კუთხით და ერთგვარი შეიძლება საჩვენებელი кейსიც კი გახდეს შემდგომში სტუდენტებისთვის იმის სასწავლებლად რა შეიძლება დაარღვიო და მე აი ამ მაგალითზე როგორ არ უნდა დაარღვიო, ანუ როგორ უნდა გააშუქო ეს თემა ისე რომ არ
გახდე ძალადობის მაპროვოცირებელი, არ გახდე კოდექსის დამრღვევი, არ გახდე პროფესიონალი, რომელმაც თავისი თქვა და იმ შეცდომებით აი ის შედეგები მოიტანა, რომელზეც ქალბატონი საუბრობდა. მე მინდა ვთქვა, რომ ეს თემა მართლაც ძალიან სენსიტიური თემაა, მის გაშუქებას მართლაც ძალიან დიდი პროფესიონალიზმი სჭირდება და სწორედ ამიტომ არსებობს თქვა გარკვეული დაწერილი თუ დაუწერელი ჟურნალისტური სტანდარტები, გარკვეული ეთიკის კოდექსები, რომ როდესაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში ვართ, როდესაც ვაკეთებთ რაღაც გადაცემას, თუ არ გვახსოვს, ჩავხედოთ მაინც. მე მაგალითად ახლა მოსული ვარ ჩემი შპარგალკით, რომელშიც მაქვს სწორედ მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომელიც სხვათა შორის არ არის ნებაყოფლობითი დოკუმენტი, ეს არის სავალდებულო ყველა იმ მაუწყებლისთვის. მარეგულირებული კომისიის მხრიდან სწორედ ამ კოდექსის საფუძველზე უნდა იყოს ლიცენზირებული ტელეკომპანიები რეგულირებული. დიახ, ეს ცალკე ფორმა როგორ რეგულირდება, მე მოკლედ მინდა იმ კონკრეტულ დარღვევებზე რამდენიმე წუთით შევაჩერო თქვენი ყურადღება. პირველი რაც მინდა აუცილებლად თქვა, ეს ეხება ჯეროვან სიზუსტეს. ანუ აქ ქალბატონი ლაპარაკობდა იმაზე, რომ იყო გამოყენებული დამონტაჟებული ფოტოები, იყო არასწორი ფოტოები, მოხდა არასწორი ინტერპრეტაცია და შემდეგ იყო ასეთი არგუმენტი, რომ ეს ფოტოები მოწოდებული იქნა გარკვეული წყაროს მიერ და იყო აბსოლუტურად ზუსტი. სწორედ ესეთ შემთხვევებში პირველ კურსზე ვისწავლეთ და ასევე პირველ კურსზე ვასწავლით, რომ ერთი წყარო არ შეიძლება იყოს ზუსტი წყარო და არ შეიძლება ერთ წყაროს დავეყრდნოთ ჩვენ ჟურნალისტიკაში. სწორედ ამიტომ არსებობს ჟურნალისტი როგორც პროფესია, რომ მან უბრალოდ კი არ გაატაროს წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, არამედ მინიმუმ ორ წყაროსთან გადაამოწმოს იგი და როგორც მე მესმის ამ ფოტოს მე პატრონოებთან საერთოდ არანაირი მე შევხვდი მათ და მათთან არანაირი მცდელობა დაკავშირებისა არ ყოფილა, ისინი ისე გამოაცხადეს გარკვეული არაფორმალური დაჯგუფების ხელმძღვანელად და გამოაცხადეს ისინი პრაქტიკულად დამნაშავეებად. გარდა ამისა, ჩემთვის ძალიან მტკივნეული იყო და თემა, რომელიც არასრულწლოვნებს ეხება. სწორედ ესეთი ტექსტის შემდეგ, მას შემდეგ, რაც ტექსტი მიდიოდა, რომ არაფორმალები ადამიანები, რომლებიც ხოცავენ კატებს, იქ ფრინველებს ამბობენ, რომ ეს ჩვეულებრივი ამბავია, შემდეგ მოხდა იმის გადაცემის ავტორების მიერ ჩვენება უბრალოდ დაფარულის, მაგრამ იდენტიფიცირება რამდენიმე ნიშნის, რომლითაც თურმე შეგიძლიათ აი ესეთი არაფორმალი, რომ მწვალებელი ამოიცნო, ეს არის გრძელი თმები, ეს არის პირსინგი. კი, პირსინგი წარბზე და ნუ აი გარკვეული ნიშნები შეიძლება შავი ლაქი, ანუ რეალურად მოხდა ერთი კონკრეტული რაღაცა. შეიძლება მართლა დანაშაულის თუ ესეთი მოხდა, იმიტომ რომ ესეც ცოტა დიდი კითხვის, ცოტა კი არა, დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ არის მართლა იყო თუ არა აი ამ გატყავებების და მწვალებლობების ფაქტები. ანუ აი ამ ფაქტების განზოგადება მოხდა აბსოლუტურად ყველა ისეთ ჯგუფზე, რომელიც შეიძლება დადიოდეს მუქი ლაქით და გრძელი თმებით, მარტივად რო ვთქვათ, რითიც პირდაპირ დაირღვა მაუწყებელთა. მე მინდა ჩავერთო აქ და სხვათა შორის ერთ-ერთი ბლოგიც დაიწერა, ძალიან ბევრი ბლოგი მიეძღვნა ამ თემას. ეს იყო არნახული აქტიურობა, Facebook-ზე ბევრი ბლოგები დაიწერა და ერთ-ერთი ბლოგის ავტორი წერდა, რომ ის რამდენიმე დღის წინ გააჩერეს ქუჩაში, იმის გამო, რომ ვთქვათ, ცოტა განსხვავებული შარვალი ეცოდა, გრძელი თმა ჰქონდა, ეგრეთ წოდებულმა ძველმა ბიჭებმა დაუწყეს საქმის გარჩევა და სანამ პოლიცია არ ჩაერია, თემას უპირებდნენ და შემდეგ საბედნიეროდ გამოჩნდა პოლიცია და ეს ბიჭები წავიდნენ და ის გადარჩა თემას. ანუ საქმე ეხება სწორედ ეს არის ყველაზე კიდევ ერთი დიდი პრობლემა, რომ განზოგადება მოხდა და ნებისმიერი ადამიანი, რომელიც დღეს ქუჩაში შეიძლება გაიაროს გრძელი თმით, რაღაცა დახეული, თქვათ, განსაკუთრებულად დახეული ტანსაცმლით, პირსინგით, ან ტატუთი, ან რამე განსხვავებული იყოს, ანუ გამოირჩეოდეს მასისგან, ის შეიძლება იყოს ძალადობის მსხვერპლი. ეს არის ერთი ნამდვილად სერიოზული პრობლემა და ეს არ არის მარტო ქართული მოვლენა. ნუ ვიტყვით, რომ თქვა ეს მარტო კონკრეტულ ტელეკომპანიაში ხდება, ან ასეთი რამ სხვაგან არ მოხდა, სწორედ იმიტომ, რომ ასეთი ტიპის შეცდომები ხდება ხოლმე, არსებობს ზუსტად ის დაწერილი კოდექსები, რომელშიც პირდაპირ წერია, მაგალითად მე 9 მუხლი არის ჩვენი მაუწყებელთა ქცევის კოდექსი, რომელიც გვეუბნება, რომ არავითარ შემთხვევაში ჯერ ერთი არ უნდა მოხდეს ჯგუფების სტერეოტიპი იზირება ამ შემთხვევაში საუბარია მაგალითად იგივე სუბკულტურებზე და არ უნდა მოხდეს მათი აღრევა, არ უნდა მოხდეს გარკვეული უარყოფითი ქცევის მათ და მი ყველასადმი ან თუნდაც ერთისადმი მიწერა და ასე შემდეგ.
ანუ თუ შენ პროფესიონალურ სტანდარტში ეს თქვა რაღაცა კითხვებს გიჩენს გადაცემის გაკეთების დროს, ამ დროს როგორც მინიმუმ შეგიძლია ჩახედო იმ სტანდარტებს, რომელიც ალბათ ჩვენზე ჭკვიან ადამიანებს, ან ჩვენ გარკვეულ თქვა ეს არის, როგორც იცით, ეს არის თვითრეგულირების მექანიზმი, შექმნილია თავად ჟურნალისტების მიერ და არის ზუსტად უნივერსალურია მთელი მსოფლიოს. დიახ, და ზუსტად იმისთვის არსებობს, რომ ჟურნალისტებმა ჩვენ ავიღოთ ჩვენ თავზე პასუხისმგებლობა და თუნდაც ვიღაცამ ქუჩაში არ გითხრას, რომ იცით რა, თქვენ ხართ მარტო გამტარები, თქვენ აბსოლუტურად ცარიელი ადგილები ხართ, თქვენ თავად არანაირ გადაწყვეტილებას არ იღებთ, მე შემიძლია თქვენ ნებისმიერ ინფორმაცია შემოგასაღოთ და თქვენ ნებისმიერ ინფორმაცია შეგიძლიათ აი ესე უპასუხისმგებლოდ გაავრცელოთ. სწორედ აი ეს რომ არ მოხდეს, ამიტომ არსებობს ასეთი კოდექსები და მე ამ შემთხვევაში აქ კიდე არასრულწლოვნებზე მინდა აუცილებლად ერთ რამდენიმე სიტყვა ვთქვა. საერთოდ ჩემთვის პირადად გაუგებარი იყო რა მოხდა იმ სამ არასრულწლოვანთან დაკავშირებით, არ თქმულა რომ იქ იყო ინსცენირება, ამ არასრულწლოვნების იდენტიფიცირება პრინციპში შესაძლებელია, ყოველ შემთხვევაში იდენტიფიცირება რას ქვია, როცა ეს მოზარდები შეუძლიათ იცნონ ადამიანებმა, რომლებიც ისედაც ყოველთვის ხედავენ ხოლმე. ანუ ვთქვათ, მაგალითად, სკოლელებმა, მეზობლებმა და ასე შემდეგ ადამიანებმა, რომლებსაც უშუალო შეხება აქვთ. ამ მოზარდების იდენტიფიცირება ნამდვილად ძალიან მარტივია, თუ კარგად შევხედავთ, ამას მიხვდებით. არ თქმულა, რომ ეს იყო ინსცენირება. მოხდა იქ ისე განხილვა ამ მოზარდების, ვთქვათ, მხარე, ამ მოზარდების სუბკულტურას თუ ისინი წარმოადგენენ რომელიმე სუბკულტურას, იმიტომ რომ მე კითხვები მაქვს მაგასთან დაკავშირებითაც ეს ვერ გავიგე ბოლომდე, რომ იყო ლაპარაკი რომ ესენი არიან სატანისტები. გარდა ამისა, რომ სატანისტები არამედ იქნა უტრირებული და საუბარი იყო, რომ აი ხა თქვენ კატებს ატყავებთ და თქვენნაირები ამერიკაში უკვე ადამიანებს და ჩვილებს ხოცავენ საფლავებზე. ანუ ეს იყო იმდენად დამძიმებული და დრამატიზებული, ამასთან განზოგადებული იყო ეს აღრეული სუბკულტურები. გარდა იმისა, რომ არ იყო წიგნიერი გადაცემა, ამასთან იყო დარღვეული მთელი რიგი მუხლები. ჩვენ მართლაც მოუწოდეთ დაზარალებულ მხარეს რომ ეჩივლათ და რატომ მოუწოდეთ და ჩვენ რატო არ ვიჩივლებთ, მაგასაც გეტყვით, იმიტომ რომ აი ამ კოდექს, რომელიც არსებობს და რომელიც დაზარალებული მხრიდან მიღებულ წარდგენილ სარჩელს იღებს, დიახ. ხო, ანუ პრობლემა ეს არის, რომ მაგალითად მე როგორც ადამიანს, ვისაც მედია მაინტერესებს და მაწუხებს, როცა ჟურნალისტს ეძახიან, რომ შენ ხარ არაპროფესიონალი და მინდა რომ რაღაცა გამოვასწორო მედიაში, მე მეუბნებიან, რომ ვარ არასათანადო განცხადებელი, იმიტომ რომ არა ვარ დაზარალებული მსგავსი გადაცემებისგან. სწორედ ამიტომ ჩვენ მოუწოდეთ და მე რამდენადაც ვიცი, სწორედ ერთი ჯგუფი აპირებდა, რომ ხვალ არის ბოლო დღე გასაჩივრების და ვნახოთ შეიტანენ თუ არა სარჩელს. აქ ერთი პრობლემა კიდევ ის არის, რომ რეალურად ეს კოდექსი ფაქტობრივად ვერ მუშაობს და შეიძლება ეს შეიძლება იყოს ძალიან კარგი პრეცედენტი და იმის დასამკვიდრებლად, რომ ერთხელ და სამუდამოდ ამ ქვეყანაში დაიწყოს მედიის ეთიკა მუშაობა, იმიტომ რომ სხვაგვარად მართლაც ძალიან დიდი ძალა აქვს მედიას და იმიტომ გამოიგონოს ეთიკა, რომ ეს ძალა შეიძლება იყოს ძალიან არასწორი მიმართულებით გამოყენებული, შეიძლება იყოს რაც ყველაზე მძიმეა ძალადობის მაპროვოცირებელი და იმისთვის არის საჭირო მედიის ეთიკის დაცვა, რომ ეს საფრთხეები იქნას აცილებული თავიდან. ძალიან დიდი მადლობა თამა, რომ იყავით ჩვენთან ერთად. მე აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ ძალიან დიდი სურვილი ვქონდა, რომ ამ გადაცემაში ტელეკომპანია იმედის წარმომადგენლები ყოფილიყო, მაგრამ მათ არ მოისურვეს, ჩვენ შევთავაზეთ მათ და ეხლა ჩვენ პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება ცნობილი ბლოგერი მწერალი ანინა ტეფნაძე. ანინა, მოგესალმები. ძალიან დიდი მადლობა, რომ ხარ ჩვენთან ერთად. ანინა, შენ თუ იყავი რომელიმე სუბკულტურის წარმომადგენელი, მოგვიყევი შენ შესახებ, შენი გამოცდილების შესახებ. კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მე თვითონ სუბკულტურის წარმომადგენელი ვიყავი, ალბათ 5 წლის წინ დაახლოებით, თუმცა ამ სუბკულტურას არ ქონდა ესეთი კონკრეტული დადგენილი წესები, არც მაინც და მაინც გამოვირჩეოდით გარეგნობით, უბრალოდ გქონდა პროტესტი და ამ პროტესტს გამოვხატავდით ხოლმე ალკოჰოლის მიღებით, იმით რომ არ უჯერებდით მასწავლებლებს და მშობლებს. მაგრამ ესეც საკმარისი იყო იმისთვის, რომ გარემოს ქონოდა ჩვენდამი ძალიან აგრესიული დამოკიდებულება და ეს აგრესიული დამოკიდებულება იგრძნობოდა ძირითადად სკოლაში მასწავლებლების მიერ და ქუჩაში გამრავლების მიერ. მშობლების მხრიდან მშობლები ცდილობდნენ, რომ როგორმე გაეგოთ, რანაირად შეიძლება ასეთი სიტუაციების გადაჭრა.
რატომ შენ იცი ალბათ დარწმუნებული ვარ თუ რა სუბკულტურები არსებობს საქართველოში რატომ წევრიანდებიან ამ სუბკულტურებში მოზარდები რა პრობლემები აქვთ მათ ეხმარება თუ არა ეს სუბკულტურები ამ პრობლემის გადაჭრაში თუ ეს რა გზაა რომელსაც ისინი გადიან საქართველოში არსებობენ პანკები, ჰიპები, ემოები, გოთები, საქართველოში წარმოდგენილნი არიან თითქმის ყველა სუბკულტურის წარმომადგენლები, რომლებიც კი არსებობენ მთელ მსოფლიოში. ეს სუბკულტურები პრობლემის გადაჭრას არ ემსახურება, მაგრამ ეს სუბკულტურები არის კარგი ადგილი იმისთვის, რომ გაუზიარო ადამიანებს შენი პრობლემები და იმ ადამიანებსაც იგივე პრობლემები აქვთ. საუბარია ბავშვებზე, რომლებიც შეწუხებულები არიან მუდმივი კონტროლით და აქვთ კითხვები სამყაროსთან. აქვთ პროტესტის გრძნობა და ამ პროტესტის გრძნობას გამოხატავენ ზოგიერთი ხატვაში, ზოგიერთი მუსიკაში, ზოგიერთი უბრალოდ განსხვავებულად ჩაცმაში. პრობლემა იწყება იქიდან, როცა მშობლები ან სკოლა ან ზოგადად გარემო სტრესავს ადამიანს და შემდეგ ეს ბავშვები პოულობენ ერთმანეთს, ცდილობენ რომ ერთმანეთი დაამშვიდონ, ერთმანეთს გაუზიარონ, იმიტომ რომ ისინი მხარდაჭერას და ყურადღებას ვერ იღებენ მშობლებისაგან. შემდეგ მშობლები შეშფოთებულები ხდებიან იმით, რომ რატომაც ვე ჩემ შვილს განსხვავებული, რატომ უნდა რომ პური გაიხრიტოს, ცხვირი გაიხრიტოს, რატომ უსმენს ასეთ მუსიკას და ფიქრობენ, ეთყობა მე საკმარისად ვერ გავაკონტროლე და ხელიდან გამექცა. და შემდეგ კიდევ უფრო აძლიერებენ კონტროლს და ასე შემდეგ სანამ არ გაივლის ეს პერიოდი, რომლის მერეც ადამიანები ხვდებიან, რომ სინამდვილეში თქვათ ცხვირის გახრეტაზე უფრო მნიშვნელოვანი რამეებიც არსებობს ამ ქვეყნად, მაგრამ ამ დროისათვის უკვე ისე გაბოჭებული აქვთ ხოლმე მშობლებს და შვილებს ურთიერთობა, რომ შემდგომ ძალიან რთულია საერთო ენის გამონახვა. ამიტომაც მშობლებმა უნდა ეცადონ, რომ მაქსიმალურად დაუახლოვდნენ შვილებს, იმიტომ რომ ბავშვებს ძალიან უხარიათ ხოლმე, როცა ხვდებიან რაღაც მცირე მხარდაჭერას მაინც და ჩემ დროს რამდენიმე ჩემი თანატოლი ამაყობდა იმით, რომ აი ჩემი მამა ჩემიც უსმენს Led Zeppelin-ს, მამა ჩემიც უსმენს Pink Floyd-ს და ასე შემდეგ. უხარიათ ხოლმე სულ მცირე მსგავსებაც კი, რომლებიც სულ მცირე ნაბიჯები, რომელსაც მშობლები დგამენ მათ შესახვედრად და პირიქით, როგორც კი რაღაც ხდება, როგორც კი კონტროლი მძაფრდება, როგორც კი მიდის საუბარი იმაზე, რომ აი სკოლაშიც უფრო უნდა გააკონტროლოთ, იმიტომ რომ სკოლიდან მიდის და სკოლის ბრალია და ასე შემდეგ. სინამდვილეში ყველას ბრალი ერთადაა და ამ მოზარდების არსებობა კი არ არის პრობლემა. ამ მოზარდების არსებობა არის პრობლემის პასუხი. ანუ ისინი არსებობენ იმის გამო, რომ არსებობს პრობლემა, თავისუფლების შეზღუდვა, არასათანადო ინფორმირებულობა იმ შესახებ, რამდენნაირი შეიძლება იყოს მოზარდი და არ აქვს მშობლებს ინფორმაცია არც ზოგადად სუბკულტურების შესახებ და არც თავიანთი შვილების შესახებ. აი ეს არის პრობლემა. ანინა, იქ იყო საუბარი გადაცემაში, რომ აი რაღაცა სასაფლაოებზე მიდიან, რაღაცა კატებს ატყავებენ, მტრედებს თავებს აგლეჯენ, რაღაცა სასაფლაოზე რაღაცა რიტუალები აქვთ. თუ გსმენია ესეთი რიტუალების შესახებ, ან ვინმეს აქვს ესეთი დაწერილი წესი, რომ აუცილებლად რაღაცა კატა უნდა შეწირო მსხვერპლად რამეს თუ სად იყო ამ გადაცემაში სიმართლე და სად იყო უკვე საიდან იწყებოდა დეზინფორმაცია? ძალიან რთული სათქმელია საერთოდ იყო თუ არა მაგ გადაცემაში სიმართლე, იმიტომ რომ შეიძლება ცალკეული შემთხვევები არსებობს, როცა ბავშვები, რომლებიც უცნაურად გამოიყურებიან ამავე დროს კატებს ატყავებენ, მაგრამ ეს უბრალოდ დამთხევაა და არა აუცილებლობა, ეს არ არის კანონზომიერება და მით უმეტეს არ არის ტენდენცია. იმიტომ რომ აგრესიას გამოხატავენ ის მოზარდებიც, რომლებიც ჩვეულებრივად გამოიყურებიან და ჩვეულებრივ მუსიკას უსმენენ. და ვერ ხვდები ხოლმე რატომ ახდენენ ამის განზოგადებას. თითქოს პრობლემა მხოლოდ ვიღაცების თვალების შეღებვაშია, ვიღაცების უცნაურ გარეგნობაშია და არ არის პრობლემა ოჯახებში, რომლებმაც უბიძგეს ბავშვებს, რომ ასწავლეს ძალადობა, უბიძგეს იმისკენ, რომ აგრესია, რომელიც დაუგროვდათ, გამოხატონ ვინმე მათზე სუსტის ჩაგვრაში. ეს ხან ვიღაცების შემთხვევაში, რომლებიც არ არიან სატანისტები, მაინც და მაინც არიან ხოლმე თანატოლებივე, ან იმ შემთხვევაში თუ მათ არ უნდათ არავის ცემა, ან არ შეუძლიათ სხვა თანატოლების ცემა, შეიძლება გამოიხატოს ცხოველების წამებაში, მაგრამ ცხოველების წამება არ არის კანონზომიერება და მეორეც ვერ ხვდები, რატომ არის ხოლმე ესეთი საშინელი რეაქცია იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თავად არიან წამსვლელები ძალადობაზე, როგორ თქვენ კატებს ატყავებთ, მე თქვენ გაგატყავებთ, იყო აი ესეთი უკუყავშირი იყო Facebook-ზე. ანუ ადამიანები მზად იყვნენ, რომ ადამიანები მოეკლათ იმის გამო, რომ ისინი კატებს აწამებენ. სრული არაადეკვატურობა და სრული პარანოია. იმიტომ რომ მთელი გადაცემა ემსახურებოდა მტრის ხატის შექმნას და არა დისკუსიის დაწყებას. ეს ძალიან დიდი პრობლემაა.
თუმცა ფიქრობ, რომ დისკუსია ამ თემაზე აუცილებელია? დისკუსია ამ თემაზე აუცილებელია. მე აუცილებელია არ ვიცი, ჩვენმა მშობლების თაობამ გამოტოვა მთელი დიდი პერიოდი 60-70-იანი წლების, სადაც საუბარი, ინფორმაცია ძალიან დიდი იყო ჰიპების, პანკების და ასე შემდეგ ამ სუბკულტურების შესახებ. ჩვენმა მშობლებმა არ იცოდნენ, იმიტომ რომ ისინი ცხოვრობდნენ დახურულ სივრცეში, სადაც ადამიანებს ეცვა წესიერად, ჰქონდათ შეჭრილი თმა და ასე შემდეგ. და შესაბამისად არ იციან, როგორ უნდა მოიქცნენ ასეთ შემთხვევაში. ერთადერთი არა და რაც მათ ევალებათ არის რომ ესაუბრონ საკუთარ შვილებს არ დაჩაგრონ ისინი, მისცენ მეტი თავისუფლება და დაელოდონ, როდის დამთავრდება ეს პერიოდი. არაფერი ამაში საშიში, საგანგაშო არ არის და კიდევ ერთი ტერმინი ჩათრევა არის სრულიად უადგილო, იმიტომ რომ იქ არავინ არავის არ ითრევს, იქ ბავშვები ასეთ მდგომარეობაში ხვდებიან მხოლოდ საკუთარი ემოციური მდგომარეობის გამო. ემოები რასნი, რომელიც ძალიან ესეთი წინათ პლანზე წამოვიდა ეს სუბკულტურა. ემოები უბრალოდ უფრო განსხვავდებიან, კიდევ უფრო გამოირჩევიან, რაღაც საკუთარი ინდიკატორები აქვთ. სინამდვილეში ისინი არიან ძალიან გრძნობიარე ბავშვები, რომლებსაც აწუხებთ ასევე პროტესტი, მაგრამ ისინი სრულიად უუნებლები არიან, ანუ როგორც წესი მათი შეხედულებები სამყაროზე საერთოდ არ მოდის წინააღმდეგობაში არანაირ რელიგიურ შეხედულებებთან, ანუ ემოები და სატანისტები ერთი და იგივე არ არის საერთოდ და ისინი უბრალოდ დასტრესილები არიან, ემოციურები არიან და კივნულად აღიქვამენ ნებისმიერ აგრესიულ შეხვედრას, აგრესიულ გამონათქვამს მშობლების მხრიდან, სკოლის მხრიდან და ასე შემდეგ. და ერთმანეთთან ურთიერთობაში ისინი რა შვებას პოულობენ? და რამდენად აუცილებელია სწორედ ის რომ აი რაღაც ეს კოლექტიური თერაპიაა მათთვის რომ რაღაც ერთმანეთი იპოვონ თავიანთ პრობლემებზე ილაპარაკონ და ამით რაღაცნაირად შვება იგრძნონ. ეს ადამიანები თავს გრძნობენ მარტოდ, ამიტომ მათ სჭირდებათ ადამიანები, რომლებიც ასევე მარტოდ გრძნობენ თავს და ასე პოულობენ ხოლმე ერთმანეთს. და სხვათა შორის გარეგნული გამოხატვაც არ არის მხოლოდ მათი ემოციური მდგომარეობის ანარეკლი, არამედ ესეც ერთ-ერთი ნიშანია იმის, რომ აი მეც შენნაირი ვარ, ქუჩაში დაინახავ ადამიანს, რომელსაც შენსავით გრძელი თმა აქვს, შენსავით შეღებილი თვალები და შენ მას უღიმი, იმიტომ რომ იცი რომ მასაც დაახლოებით იგივე გზა აქვს გამოვლილი, ისიც დაახლოებით იმავე მუსიკას უსმენს და მასაც აკონტროლებენ და მასაც ჯიან, რის გამოც მას უჩნდება პროტესტი და ერთმანეთთან ლაპარაკში ეს ადამიანები იტვირთებიან, ცდილობენ რომ გადალახონ პრობლემები და ისინი საუბრობენ ისეთ სერიოზულ თემებზე, როგორიცაა ზოგადად სამყაროს დამოკიდებულება, ზოგადად მშვიდობის, ომის საკითხები, ღმერთის საკითხი და ძირითადი ეგზისტენციალური პრობლემები, რომლებიც ამ ასაკში აწუხებს ხოლმე ადამიანს. რა თქმა უნდა, აწუხებს და უნდათ აწუხებდეს, სხვანაირად ცოტა უცნაური იქნებოდა, რომ ისინი იწყებენ ფიქრს და სწორედ ფიქრს მოაქვს მათი რაღაც ესეთი მნიშვნელოვანი პრობლემების წინაშე დგომა. ამ შემთხვევაში მუსიკა რამდენად აი იყო საუბარი, რომ ხშირ შემთხვევაში მუსიკა უბიძგებს მათ ესეთი ქცევისკენ, რაღაცა ძალადობისკენ. რამდენად მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ ადამიანებისთვის მუსიკა? მუსიკა არის თუ არა ძალადობის მაპროვოცირებელი, ეს ძალიან კარგად ჩანს, ანუ რომელიმე მუსიკა შეიძლება იყოს თუ არა, ძალიან კარგად ჩანს მექანიკურ ფორთოხალში, ენტონი ბერჯესის ძალიან ისე ხო მეც პირველი ასოციაცია სადაც ადამიანი, რომელიც სრულიად უვნებელ, სრულიად ესე კეთილგანწყობილ მუსიკას უსმენს, როგორიცაა ბეთჰოვენი, არის საშინლად განწყობილი ამ ძალადობისკენ მიდრეკილია და ის ახორციელებს კიდეს. ასე რომ მუსიკა უბრალოდ ადამიანების საკუთარი ემოციური მდგომარეობის ანარეკლს პოულობენ მუსიკაში, თორემ პირიქით მუსიკა ვერ იქნება მაპროვოცირებელი, რომ ვინმეს შეეცვალოს იდენტობა და ვინმე გახდეს კატების გამტყავებელი. ნუ ეს პირდაპირ სასაცილოა. და კიდე ბოლო კითხვა, სატანისტები აი ესეთი სექტა თუ რაღაც დაჯგუფება არსებობს საერთოდ საქართველოში? შენი ინფორმაციით? ჩემი ინფორმაციით სატანისტები საქართველოში არ არსებობენ. არსებობენ ბავშვები, რომლებიც შეიძლება ეძახდნენ საკუთარ თავს სატანისტებს, მაგრამ მათ ძალიან კარგად ესმით, რომ თვითონ იდეა, რომ მათ სატანას ეთაყვანებოდნენ, სასაცილოა. როგორც წესი ეს ბავშვები არიან ათეისტები, ან უბრალოდ არ იციან, ჯერ არ არიან გარკვეული რწმენის საკითხებში და ჯერ კიდევ ეძებენ გზას და ამ გზაზე მათ შეუძლიათ აღიარონ ყველაფერი. ნუ შეიძლება იქ ვიღაცამ აღიაროს ნიდერლანდების ღმერთი, რომელიმე ან თორი, ან სკანდინავიელი ღმერთი, სულ ერთია, ისინი უბრალოდ ერთობიან რელიგიებით და
უბრალოდ ეძებენ საკუთარ გზას. სინამდვილეში მე არასდროს არ მინახავს სატანისტი, რომელიც სატანისტი არის და სატანისტი იყო ყოველთვის. და ძალიან სასაცილო ხება, ანუ როცა მშობლები ჩხუბობენ იმაზე, რომ მწვანე და არ შეიღებო თმა, ანუ რომ ისცენ რამდენ ხანს გაგრძელდება ეს მათი მწვანე თმა შეღებილობა. მე ხომ უკვე სასაცილოა ხოლმე თქვა 30-40 წლის ადამიანები არ იქნებიან ასე. იქნებ ჯობს რომ ისცენ ექსპერიმენტების ჩატარების საშუალება, რომ მე მათ ბავშვებს არ ქონდეთ საწუწუნო, რომ მე არაფრის უფლებას არ მაძლევდნენ სახლში. მთავარი პრობლემა არის კონტროლში, მუდმივ ზეწოლაში და მშობლები ფიქრობენ, რომ არა, ესეც იმიტომ ხდება, რომ მე საკმარისად ვერ ვაკონტროლე და შემდეგ ამაზე კიდევ უშვებენ შეცდომებს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა ეს იყო ანინა ტეფონძე, დიდი მადლობა რომ იყავით ჩვენთან ერთად. მაია, აი ანინამ ზუსტად რომ მათ რაღაცას გზა გამოიარა, ზუსტად იდენტურად ილაპარაკა როგორც თქვენ. და აი სწორედ ოჯახი რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახი, აი სწორედ ამ ძალადობის რაღაცნაირად სურვილის გაჩენაში, რა უფრო დიდ როლს თამაშობს, იმიტომ რომ ეხლა მე მინდა ძალადობაზეც ვისაუბროთ, ცოტა გავემიჯნოთ სუბკულტურას, იმიტომ რომ თუ რაიმე საფრთხე არსებობს სუბკულტურის წარმომადგენლებისგან, მე მგონია რომ საერთოდ არანაირი საფრთხე არ არსებობს. ძალადობის გაცილებით დიდი საფრთხე არსებობს ეგრეთ წოდებული კაი ბიჭებისგან, რომლებიც ახლა თეორიულად აღიარებენ ქართულ ტრადიციებს და ასე ამით აპელირებენ მუდმივად, თუნდაც ამ სუბკულტურის წარმომადგენლებთან კამაჩ და სინამდვილეში ისინი არიან ადამიანები, რომლებიც შეიძლება მარტივად წავიდნენ ძალადობაზე. საქმე ვიღაცას დახვდნენ იმის გამოცემონ, ან დაჭრან, რომ განსხვავებულად აცვიან. აი ქალბატონის მონაყოლით ვარ შეძრული აბსოლუტურად და იქნება ეს თემა ძალადობის თემაზე მართლა მეტი ვისაუბროთ, იმიტომ რომ ანინამაც აღნიშნა ეს სრული სისულელეა, როდესაც ადამიანები მზად დაწვას უპირებდნენო, ასეთი რამე თქვა. ქრისტეს სახელით ეს ყველაზე უცნაური. ეს ჩვეულებრივი კრიმინალია, ჩვეულებრივი მკვლელობაა, ეს ჩვეულებრივი ამაზრზენის აქციელია, ადამიანის დაწვა, მისი მოკლა ეს. ალბათ ვერ დაწვავდნენ, მაგრამ ეს მუქარა იყო. ხო, თუმცა არავინ არ იცის, ადამიანს შეიძლება ეს მუქარა წავიდეს და არა, ფაქტი ის არის, რომ მაგალითად მე მომეჩვენა, რომ დედა ისეთი შეშინებული იყო, ამით ანუ ეს საფრთხე იმდენად რეალურად იგრძნობა, რომ იგი ამბობდა, რომ თვითონაც მათნაირია, რომ კარგან, იმიტომ რომ ეს შეშინებული ადამიანის რეაქცია არის ამაზე, იმიტომ რომ ჯერ ერთი ქალბატონს მინდა ვთხოვო მის დედას მეც თავს დავესხმოდიო ძალიან ხო ქალბატონო არ დაესხა თავს არასოდეს არავის იმიტომ რომ თქვენ მაინც ზუსტად იცით ეს რა ცუდია როდესაც თავს გესხმიან იმიტომ რომ თქვენმა შვილმა გადაიტანა ეს საკუთარ თავს და ვინც თავს ესხმის მათაც ყველას მინდა ვთხოვო რომ ნურავის თავს ეს არ შეიძლება ეს არის ყველაზე სამარცხვინო საქციელი რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს ეს არის ფიზიკური აგრესიის გამოვლენა სხვა ადამიანზე უბრალოდ სირცხვი. მხოლოდ იმიტომ რომ რაღაცა. მხოლოდ იმიტომ რომ ის რაღაც ვერ დაალაგა ურთიერთობა იმან კატებთან, რაც თავისთავად ადამიანს ნებისმიერი ცოცხალ კატებსაც როგორც ვიცი იცავს ჩვეულებრივად კანონი და ესე ჩვეულებრივი კრიმინალია კატის მოკლა და ვიცით რა მე კიდევ ერთ რისკზე ვიტყოდი სანამ ოჯახური ძალადობის თემაზე გადავალთ შარშან ხო ძალიან საინტერესო დაკვირვება ვაწარმოე მე პირადად გადიოდა ზაფხული დაიწყო ახალი დაწყებული იყო გადიოდა სიუჟეტი სადაც აჩვენებდნენ როგორ იღებავენ ისხამენ ლეღვის ნახარს მუზარდები და იღებენ რომ გაირუჯონ და არაერთხელ ვნახე შემდგომ განმეორებითი სიუჟეტი სადაც იზრდებოდა რაოდენობა მუზარდების დამწრობის ხარისხი და ასე შემდგომ ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი და მედია მკვლევარებს შეუძლიათ რომ ეს გამოიყენონ როგორც ასე ვთქვათ იკვლიონ ეს საკითხი და იგივე საშიშროება აქაც ანუ აი ამ თითოეულ უმტკივნეულო სიუჟეტმა პროვოცირება გაუკეთა აუტოდესტრუქციულ ქცევებს რომელსაც რაღაცა ტიპის რაღაც რაოდენობის მუზარდი აღმოჩნდა მზად ჩვენ არ ვიცით დაუშვათ იგივე აი ამ მეორე რისკზე ვლაპარაკობ რაც შეიძლება ამ გადაცემას კონდეს რა ტიპის პროვოცირებას
მოახდენს იგივე ეს გადაცემა და რა ტიპის ადამიანები, ასე ვთქვათ, აყვებიან თუნდაც იგივე ანუ მე მეშინია იმისი რომ შეიძლება ესეთი ფაქტები მართლაც გაჩნდეს, იმიტომ რომ ეს არის ისეთი ასაკი, როდესაც ძალიან მოწყვლადია მოზარდი, ძალიან სუგესტირებადია და ეს არის კიდე მეორე სერიოზული რისკი. მით უმეტეს ამის ნიშნები ვიგრძენი, იმიტომ რომ ჩემი შვილებისგან, მათი მეგობრებისგან მესმის რომ აი სკოლის უკან იპოვეს გულამოღებული კატა, ეს უკვე წავიდა ფანტაზიაში. კაცმა არ იცის აი ესე გასროლილი ეს ინფორმაცია, ამას რომელი ბავშვი როგორ დაიჭერს და ღმერთმა დაგვიფაროს ამისგან. ამიტომ მეორე რისკი ცდებს ძალიან სერიოზული აი ესეთი ტიპის გადაცემების კეთებაში და ის რაც მოგიყევით ამის ძალიან კარგი მაგალითია, რაც შარშან და ეს და ბოლო კითხვა და ჩვენი გადაცემა დამთავრდება. აი ძალადობის გასაგებია რომ ძალადობა მოზარდებში არის უნივერსალური ფენომენი, ეს არის ქართული თუმცა რა თქმა უნდა ქართულმა რეალობამ 90-იან წლებამდე მხედრიონის არსება მოახდინა ამის უტრირება და შემდეგ ესე რაღაცნაირი იდეალიზაცია და მოძალადე ახალგაზრდების, მაგრამ აი რა იწევს ახალგაზრდებში ამ ძალადობის სურვილს? ეს მოდის რაღაცნაირად ოჯახში არსებული ძალადობიდან, საზოგადოებიდან, ან რატო აი საქართველოში რატო ეს არა მარტო საქართველოში, რა თქმა უნდა, უფრო არათავისუფალ ქვეყნებში, ხო, რატომ არის ძალადობა განსხვავებულის მიმართ? იქნება ეს განსხვავებული გარეგნობის, თუ განსხვავებული რასის წარმომადგენლის, განსხვავებული რელიგიური აღსარებლობის წარმომადგენლის, განსხვავებულის მიმართ არის საქართველოში ძალიან ესეთი განსაკუთრებით მოზარდების მხრიდან დიდი აგრესია. იცით რა, ძალიან ასე ვთქვათ, ფართო მასშტაბიანი და მრავალპლანიანი თემაა. ძალიან ბევრი ხელშეწყობი ფაქტორი არსებობს იმისათვის, რომ მოძალადედ ჩამოყალიბდეს ადამიანი და ერთ-ერთი მიზეზი არის ოჯახში. ხშირად ბავშვები ოჯახში დაისწავლიან ხოლმე ძალადობრივ ქცევას, იმ ინტერაქციებით, იმ ურთიერთობებით, რომლებიც არსებობს მშობლებს შორის. ძალადობა ოჯახში უკვე არის სერიოზული რისკი იმისა, რომ ამ ოჯახში იზრდება მოძალადე ან მსხვერპლი, ან გააჩნია ვისთან ასე ვთქვათ სერიოზული პრობლემაა რაღაც სხვადასხვა ფსიქოლოგიის მქონე ადამიანები და ძალიან ხშირად მე ეს ბავშვები გადიან და სკოლაში იწყებენ ძალადობას. ძალიან ხშირად ისინი აღმოჩნდებიან მსხვერპლის როლში. ანუ ეს არის ძალიან სერიოზული ციკლი, რომელშიც ასე ვთქვათ თავის დაუნებურად ერთვებიან ბავშვები, იმიტომ რომ ფაქტობრივად ჩვენი ქართული აღზრდის სტილიც მეს არაერთხელ მithქვას ძალიან ძალადობრივია. ძალიან ძალადობრივია და ასე ვთქვათ დეკლარირებული, აღიარებულია ცემა, ბავშვის შეურაცხყოფა და როდესაც ვეუბნებით მშობლებს რომ მარტო ის კი არა რომ ცემ, ძალით რო აჭმევ ფაფას, ესეც ძალადობაა, ღირსებას რომ ულახავ, შეურაცხყოფას აყენებ, მოდის გესაუბრება და არ უსმენ, ესეც ძალადობა. ანუ ძალიან ბევრი, ასე ვთქვათ, მრავალფეროვანი ძალადობის მსხვერპლები არიან სამწუხაროდ ჩვენი შვილები, სამწუხაროდ ჩვენგან სწავლობენ ამას და ჩვენგან გააქვთ და ხდება ამის ინვესტიცირება მერე სკოლაში, თანატოლებთან ურთიერთობაში, ზუსტად იგივე, ასე ვთქვათ, ქცევითი სტერეოტიპები გადააქვთ, რასაც ასე ვთქვათ, ოჯახში სწავლობენ. ამიტომ ძალიან ბევრი უნდა ვიფიქროთ ალბათ ჩვენს ტრადიციებზე, ჩვენს ურთიერთობებზე, ჩვენს აღზრდის სტილზე, რაღაცები უნდა შევცვალოთ, რაღაც სტერეოტიპები უნდა დავამსხვრიოთ, იმიტომ რომ არ შეიძლება უნდა დამთავრდეს ეს კაი ბიჭების ეპოქა აუცილებლად, არ შეიძლება იჩაგრებოდეს არაჩვეულებრივი ბიჭი, ამის ძალიან ბევრი მაგალითი არსებობს, რომელსაც აქვს საოცარი მუსიკალური მონაცემები, იმის გამო რომ ეს კაი ბიჭებში არ არის, ასე ვთქვათ, მიღებული. არ შეიძლება ინტელექტუალური ბავშვი იჩაგრებოდეს იმის გამო რომ ვიღაცეებს, ასე ვთქვათ, კუნთებით, ანუ ბავშვებში მე აღმომიჩენია ესეთი რამაც შემაძრწუნა ესეთი ფორმულა, რომ სამყარო ეკუთვნით მოძალადებს. აი ეს უნდა დავამსხვრიოთ ჩვენ როგორმე და ეს უნდა დავიწყოთ ჩვენი საკუთარი ოჯახებიდან, ჩვენს მეუღლეებთან, ჩვენ შვილებთან ურთიერთობიდან. ეს აუცილებელია. ბავშვი ძალადობას თვითონ ვერ მოიფიქრებს, როგორც ასეც მან სადღაც უნდა ნახოს და შემდეგ გაიმეორებს. მოდი ყველა მიზრუნოს იმაზე, რომ რაც შეიძლება ნაკლები ძალადობა ხედავდეს ბავშვი. პირდაპირ ვასწავლით. ხო, ის ნებისმიერი მის სასიკეთოდ წამორტყმა, ეს არ არის აბსოლუტური სიკეთის მომტანი და ის შეიძლება ძალიან სერიოზული ფსიქოლოგიური ტრამვები. რა თქმა უნდა. არ შეიძლება დავანებოთ თავი ადამიანებმა ერთმანეთის ცემას.
21 საუკუნეა მართლა ძალიან შეურაცხყოფელია არ არსებობს დანაშაული რომელიც სისხლის სამართლის კანონმდებლობით ისჯება ცემით ეს იმას ნიშნავს რომ ცემა როგორც გამოსასწორებელი ლეგიტიმური ღონისძიება განხორციელებული ადამიანის მიმართ არ არსებობს ესეთი ამის აუცილებლობა არ არსებობს ამის ფილოსოფიური აუცილებლობა არანაირი აუცილებლობა არ არსებობს არ გვინდა რა ვფიქრობ ღირებულებებზეც რა ღირებულებებს ვდებ ჩვენ შვილებში რა აი რა არის პრიორიტეტული და რა არის წამყვანი ის რომ ძალაუფლების სკიპტრა გეპყრას ხელში და ასე ვთქვათ იმორჩილებდეს შენს თანაკლასელებს თუ იყო წარმატებული ინტელექტუალური განათლებული ყველაზე საშინელება ალბათ რასაც ჩვენ ხედავთ ყოველდღურად ეს არის წმენის სახელით ძალადობა ეს რომ შენ რადგან არ იზიარებ ჩემ რწმენას ჩემ შეხედულებას მაშინ ხარ გასატყავებელი და ახლობით ესე ერთ რაღაცას ვიტყვი ძალადობრივი ქცევის რეგისტრშიც ჯდება მუქა არა ღმერთი დაგჭის. ეს არის ის, რაც ჩვენ არ უნდა უთხრათ ჩვენ შვილებს. ანუ აი ამ შიშით მამა დაგჭის, დედა დაგჭის, მასწავლებელი დაგჭის, ღმერთი დაგჭის და აი ამ შიში, აი ამ მუქარაში გაზრდილი ბავშვები მერე რომ თუნდაც კატას ატყავებენ, მერე ეს გვიკვირს ჩვენ რატომღაც. ამიტომ ესეც და მეორე კიდე იქ იყო ძალიან ცუდი მესიჯი. მედი ალბათ ამას უნდა უფრთხოდეს. სტიგმას და იარლიყების მიწებებას და არ შეიძლება ჩვენ ბავშვზე თუნდაც რომელიც კატას ატყავებს ხო ნუ აი დაუშვათ რომ არსებობს ესეთი ბავშვი და არსებობს ესეთი თქონდა არსებობენ სინამდვილეში ესეთები ჩვეულებრივად ჩაცმული ბავშვების არსებობენ ეშმაკია შენში ჩასახლებული ეს არ არის გზა რომლითაც ჩვენ ამ ბავშვებს უშვებთ ხო ეს ალბათ ყველამ ძალიან კარგად უნდა გავაცნობიეროთ არსებობს სხვა გზა ყველა ადამიანში არის სხივი ნათელი წერტილი არის რესურსი და აი ეს დავაჭერინოთ ამ ბავშვს როცა ეუბნები რომ ეშმაკია შენში ჩასახლებული სწირავ მას სამუდამოდ აი ესეთი ქცევისთვის და უფიქსირებ მას ამ ქცევას ნუ ეს ძალიან მინდოდა რომ მეთქვა მეტი მეცნიერული კომპეტენცია არის საჭირო ბავშვებთან ურთიერთობაში კი ბატონო ძალიან დიდი მადლობა ძალიან საინტერესო საუბრისთვის ესენი იყვნენ მაია ცირამოა ფსიქოლოგი და მიშა მშულდაძე პროდიუსერი ჩვენი სტუმრები ასევე იყვნენ თამარ ხორბალაძე და ანინა ტეფნაძე მე ამით ერთი კვირით გამშვიდობებით კარგად ზანდებოდით და დიდი მადლობა ყურადღებისთვის